ნაციონალური მოძრაობის მიერ სასამართლოს დამორჩილების მცდელობასა და მის დამოუკიდებლობაში ჩარევაზე პოლიტიკური განცხადებები ისევ კეთდება ვეტინგის სისტემა, რომლის შემოღებასაც ნაციონალური მოძრაობა ითხოვს, მოსამართლეების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ამ პროცესში კი ნაცმოძრაობას უცხო ქვეყნის საელჩოების წარმომადგენელთა ჩართვა სურს. მეგინ არსავიძე დეტალებით. ვეტინგი არის ყველაზე რადიკალური შემოთავაზება. ასეთი არის ვენეციის კომისიის დასკვნა. ეს დასკვნა კი გაკეთდა მას შემდეგ, რაც ალბანეთმა გაგზავნა ვენეციის კომისიაში ცვლილებების პროექტი. აქვე ვკითხულობთ, რომ ალბანეთთან დაკავშირებით კონკრეტული ჯგუფები საუბრობდნენ ვეტინგთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო ის საჭირო და საუბრობდნენ იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში იყო კორუფციის ექსტრემალურად მაღალი დონე. თუმცა დასკვნაში წერია ისიც, რომ ნორმალურ პირობებში ამ მეთოდის გამოყენება გონივრული არის, რადგან ის ქმნის დაძაბულობას და დესტაბილიზაციას სასამართლოს სისტემაში. შესაბამისად, ამ მეთოდის შემოღება საქართველოში და უცხო ქვეყნის წარმომადგენლების ჩართვა სასამართლოს დაკომპლექტებაში სახელმწიფო გუნდის წარმომადგენლების შეფასებით არის სუვერენიტეტზე უარის თქმა. აქვე აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის სურვილია სასამართლოს დამორჩილება, ხელში ჩაგდება და არა მისი დამოუკიდებლობა. რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტებს, აქ ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის ერთიანობა. ნაციონალური მოძრაობის პოზიციას არიზიარებენ მაგალითად გირჩში, სადაც აცხადებენ, რომ ნაციონალურ მოძრაობას სურს სასამართლო თავად დააკომპლექტოს, თუმცა მათი რეპუტაციიდან გამომდინარე ახლა ცდილობენ, რომ ამ პროცესში უცხოელები ჩართონ. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მოკავშირეებს, როგორც არის მაგალითად სტრატეგია აღმაშენებელი, ისინი მიესალმებიან ამ მიდგომას და ვენეციის კომისიის მიერ რადიკალურად შეფასებულ მეთოდს საქართველოს სასამართლო სისტემაში მისაღებად მიიჩნევენ. ვეტინგის სისტემა გულისხმობს მოსამართლეების კეთილსინდისიერებაზე შემოწმებას. ეს არ შეიძლება იყოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო. არც არის საჭირო დამოუკიდებელი იყოს მათი მიზნებისთვის. აქ საუბარი არის როგორ აარჩიონ ნაცებმა სასამართლო. ვინაიდან თვითონ რეპუტაცია ცოტა შერყეული აქვს ამ მიმართულებით, ამბობენ, რომ ჩვენ ჩამოვიყვანთ უცხოელ ხალხს და უცხოელები შეგვარჩევინებენ მოსამართლეებს. ოპოზიცია და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ადასტურებს თუ რა ცუდი გავლენა შეიძლება კონდეს ზედმეტ დამოკიდებულებას უცხოურ ფულზე. ჩვენ გვესმის დონორების მხრიდან მოწოდებები, რომ მათი დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ჩავრთოთ ხოლმე მსჯელობებში. და როცა მათ ვთავთ მსჯელობებში, გამოდის რომ ეს ორგანიზაციები უკვე გვთავაზობენ, რომ მათი დონორები ჩავრთოთ გადაწყვეტილების მიღებაში. ყველას მიუთითებ მათ შორის ვენის კონვენციაზე და ყველამ უნდა პატივისცეს ქვეყნის შიდა პოლიტიკას და სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, არაფერი ესაქმება უცხო ქვეყანას საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დაკომპლექტებაში. ამისთვის ვიბრძოდით ჩვენ დამოუკიდებლობისთვის, რომ დამოუკიდებლობიდან 30 წლის თავზე ამას გვეუბნებოდნენ საქართველოს მოქალაქეები, NGO-ების და ოპოზიციის სახით, რომ ჩვენ კი არ უნდა გადავწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი, ჩვენ კი არ უნდა გადავწყვიტოთ და დავაკომპლექტოთ სასამართლო, არამედ უნდა უცხო ქვეყნებმა დაგვიკომპლექტონ სასამართლო. ძალიან ახლოს არიან უკვე იმ წითელ ხაზებთან, რომლის იქითაც საქართველოს ინტერესების სრული უგულებელყოფა. ალბანურ მოდელთან დაკავშირებით ხდება წარმოჩენა, რომ თითქოს ეს არის წარმატებული მოდელი, თითქოს ეს არის მიღებული მოდელი და რეალურად ნაციონალური მოძრაობა, რაც მათ რეალურად აქვთ განზრახული, რომ ჩაატარონ წმენდა სასამართლოში, ამ წმენდას ფუთავს ალბანური მოდელით, თითქოს საერთაშორისო დაპრობირებულ მოდელს, რომელიც არის მიმზიდველი. სინამდვილეში ალბანეთში, როდესაც ეს ვეტინგის პროცედურა შემოიღეს, ეს ცვლილებები გაიგზავნა ვენეციის კომისიაში 2015 წელს და 15 წლის დასკვნაში ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება ვეტინგი არის ყველაზე რადიკალური შემოთავაზება და ვეტინგი ქმნის სასამართლო სისტემაში დაძაბულობას, სასამართლო სისტემის დესტაბილიზაციას. საკმაოდ კოლონიალური და მონური ფსიქოლოგიის მქონეა აი რადიკალური ოპოზიციის ეს აზროვნება. როდესაც სახელმწიფოები ცდილობენ, რომ როგორმე სუვერენიტეტის ხარისხი აწიონ და განთავისუფლდნენ სხვა ქვეყნის გავლენებისგან, დღეს ოპოზიცია ამბობს, რომ თურმე უცხო ქვეყნის საელჩოებმა უნდა დანიშნონ საქართველოში მოსამართლეები და აკონტროლონ ამის მერე მოსამართლეები. აი ეს მონური ფსიქოლოგია, იგივე ალბანეთის მეთოდი ჩვენ ვიცით, რაც მოხდა აქ, მოხდა ის უცხოურმა ძალებმა პრაქტიკულად ჩაიგდეს ხელში მესამე შტო ხელისუფლების, სამწუხაროდ ეს მოხდა უკრაინაშიც და ამას რა თქმა უნდა მოყვება მერე არა მარტო მესამე მართლმსაჯულების შტოს ჩაგდება ხელში, არამედ პირველი პარლამენტის და მეორე აღმასრულებელი ხელისუფლების.
რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას საქართველოსთან დაკავშირებით, მას არ მოუწოდებია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ვეტინგის სისტემა უნდა იყოს შემოღებული, რაც შეეხება ჩივილებს თუ გამოწვევებს სხვადასხვა მიმართულებით, აქ ნათქვამია, რომ ამას უნდა უპასუხოს ამომწურავმა რეფორმამ.